ვართ ნამდვილად ახალ ეტაპზე, იმის მერე რაც ევთოდირმა დადო თავისი საბოლოო დასკვნა არჩევნების შესახებ. ეს საბოლოო დასკვნა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა უცხო პარტნიორებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ, ელოდებოდნენ ამ საბოლოო დასკვნას. და ეს არის საფუძველი იმისი, რომ ჩვენ გადავდივართ ახლა ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ მოთხოვნის, ძირითად მოთხოვნის, რომელსაც ქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. რამე თუ ამ პირობებში არ შეიძლება რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან თუ არა არჩევნების დანიშვნა. ჩვენ უნდა ყველანაირი ზეწოლა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, იმიტომ ის არის ერთადერთი, რომელიც აიღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს მთლიანად მისი სისტემა. სანამ ჩამოიშლება მთლიანად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისი კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივი არის და ამას არ ჭირდება ბევრი ბჭობა ამაზე. მე პირადად მზად ვარ, რომ როცა უნდა შევხვდე, მე ასევე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად 9 საათზე მე გამოვალ სიტყვით, იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი ერთად, არა მხოლოდ ვინც აქ არის და ვინც მუშაობს უშუალოდ ამ საკითხებზე, არამედ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამდენი დღე არის მართავენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას ამ პროტესტს და რომელმაც გაიტანეს ეს პროტესტი საზღვრების გარეთ, მათთან ერთად, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ის, რომ არჩევნების გარეშე არაფერი არ იქნება და რომ ეს არის მთლიანად მთელი ქვეყნის მოთხოვნა, ასე რომ ხვალ მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ვიდრე რაც ვართ და რაც ვიქნებით ყოველდღიურად.